ემოცია არის გავლენა. ჩვენ თუ ვინმეზე რამე გავლენას ვახდენთ, იმ შემთხვევაში მოახდენთ თუ მასში ემოცია აღძარით. ჩვენზე თუ ვინმე რამე გავლენას მოახდენს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ემოციას აღძრავს. ამიტომ ემოციებში კარგად გარკვევა, კანონზომიერებებში გარკვევა, რა მექანიზმები მუშაობს, ხო? გვაძლევს საშუალებას ერთი ვმართოთ იქით ამ მხარეს ემოციები და თუ იქით ამ მხარეს ემოციებს მართავთ, ხვდებით ხო რა ხდება? პრაქტიკულად თქვენი ცხოვრება აეწყობა ისე, როგორც თქვენ გინდათ. რამდენადაც თქვენ ზუსტად მართავთ მეორე მხარის ემოციებს, გამოდის რომ რა ინტერესიც გაქვს, ყველაფერი ტარდება ისე. ოღონდ რაში უნდა ვერ ყვევოდეთ მეთქი, როცა ჩვენ მართვაზე საუბრობთ, იქით ამ მხარეს ხო დავუშვათ. მეორე მხარეს. რამდენიმე კითხვა. პირველი კითხვა არის რა მინდა? რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, რომ ძალიან ბანალური კითხვა, ადამიანები მოქმედებენ ისე, რომ კითხვას არ სვავენ რა უნდათ. ანუ რამდენჯერ ყოფილა დამისვას კითხვა კიდე, მაგრამ რა გინდა და მერე დაფიქრებულა. ან საერთოდ უთქვას, რომ რა კაი კითხვა და რა არის კაი კითხვა, რომ დაიწყე და ერთი წელია რაღაც საკეთებ, ჯერ ხო უნდა ჩამოყალიბე და რა გინდა. ანუ მე ვყვეთ რა მინდა, ერთი, მეორე, რა ემოცია მჭირდება იმისთვის, რომ ის შედეგი მივიღო, რაც მე მინდა. და მესამე, როგორ აღძრა ის ემოცია. აი ეს სამში თუ თქვენ ძალიან მაგრები გახდებით, ძალიან მაგრა შეიძლება თქვენი ცხოვრება ზოგადად. ეს ის ნიშნავს, რომ სახლში პრობლემები არ გაქვთ, ოჯახში, შვილი სწავლობს თვითონ. უფროს მოუნდება ხელფასი მოგიმატოთ თვითონ. ხო, თუ ამაში მაგრები ხარ. ანუ მნიშვნელოვანი ნაწილია ისედაც ამას, ისედაც დიდ ყურადღებას უთმობ ხოლმე არა მარტო ამ თემატურ ნაწილში.